მოგესალმებით მეგობრებო. დაგიბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და ეს არის Herobrine's მეორე სერია. და დღეს ვაპირებ რომ ავაშენო სახლი როგორც წინა ეპიზოდში დაგპირდით. წინა ეპიზოდში მინდოდა ამაშენებინა სახლი, მაგრამ ვერ მოახერხე, მაგრამ არა უშავს საკმაოდ ბევრი რაღაცების სიახლეები ვნახე და ვაპირებ რომ ესე ვთქვათ ავაშენო სახლი დაახლოებით აი ამ სოფლის მოშორებით და იმედი მაქვს რომ კარგი გამომივა. მოდი ახლა დავიწყოთ. წინა ეპიზოდში როგორც ნახეთ, Herobrine იდგა აი ამ ტერიტორიაზე, უბრალოდ აი ამ ადგილზე იდგა. მე როდესაც იქ ვიდექი და საკმაოდ მაგრა გამოიყურებოდა და ძალიან ბევრი რესურსი მოიპოვე კიდე ამავდროულად და მაგალითად ეს სმაიტი, დაიმონდები მოიპოვე და ასე შემდეგ და ახლა მინდა რომ მოკლა ეს აირონ გოლემი, რადგან რკინები მქონდეს. მოდი აქ. აი მე ვერც კი დავარბივარ ჩემი გაი. ვერც კი დავარბივარ და მოვიწყდა რომ პური მეჭამა. თან ახლა hardcore-ს თამაშობდა. იმედი მაქვს. მამეთ ასე მოკლა უფრო. არა, ესე არ მინდა უფრო ის არის, მინდა ესე მინდა. hardcore-ს თამაშობდა, არ მინდა რომ მოკვდე ხო და დღევანდელ ვიდეოში კიდევ ვაპირებ რომ არა მარტო სახლი აბაშენო, არამედ Herobrine გავაბრაზო, ანუ სპეციალური ტოტემის საშუალებით, რომელიც უფრო აგრესიული გახდება Herobrine და უფრო საშიში. და კიდევ მაღაროშიც მინდა შესვლა და არ ვიცი როგორ მოახერხო შესვლა, იმიტომ რომ ძალიან საშინელი რაღაცები მოხდება, ასე რომ თუ გინდათ ჩემი ბევრი ტანჯვა იხილოთ, რა თქმა უნდა ჩავალ. ეხლა მანამდე ვიპოვი საღლის ასაშენებელ ადგილს, სოფლის მოშორებით მინდა, რა თქმა უნდა ეხლა. რა ვიცი, რაც შეიძლება ავაშენო სახლი. რაიმე კარგ ტერიტორიაზე. ანდაც აი ამ მთის უკან. და ერთ სამით რა ხდება? რაღაც მაღარო გავაძე. და აი არ ვიცი მეგობრებო, თუ აი მაღაროში რამდენად აქტიურია Herobrine, ანუ ერთი ის კი ვიცი რომ წინა ეპიზოდში სოფელშივე დამისპაუნდა ტიპი და მიყურებდა როგორც დაცვის პოლიციელი, ისეთი შეგრძნება მქონდა, ეგონება მართლა ეგრე იყურებოდა და მოდი ავიყვანოთ ეს ვიდეო ბევრ ლაიქებზე. წინა ვიდეოში არ ავიდა ბევრ ლაიქებზე, მაგრამ არა უშავს დღეს მაინც უნდა ავიდეს ეს ვიდეო ბევრ ლაიქებზე, ხო და გავადავიღებ ხოლმე შემდეგ Herobrine-ის სერიებს. და კიდევ მეგობრებო, თუ გაინტერესებთ, დამიწერეთ ეგეც კომენტარებში, თუ გადავიღო საშიში მოდიფიკაციები, ანუ სხვა მონსტრებთან ერთად გადარჩენა და ასევე კიდე Herobrine-იც რომ იყოს. ანუ თუ ეგრე გინდათ გადარჩენა, მაგ მონსტრებთან ერთად ასე რომ ვთქვათ, გადავიღებ მაგასაც რა თქმა უნდა. აი მე აქედან გადავხდე 1 2 3 ვაიმე. გადავხდი, მე რასაც ქვია. იმედია მონსტრები არ მოვლენ და გადავშევი. რაც თამაში დავიწყე ჯერჯერობით მონსტრები არ ყოფილან, ანუ არ ჩანან და იმედია წყლის მონსტრებიც არ არიან. და კიდევ ვფიქრობ მეგობრებო, რომ სახლი ავაშენო რაღაც გრანდიოზულად ლამაზი. არ ვიცი ხა თუ გამომივა ეგეთი ლამაზი სახლის აშენება, იმიტომ რომ ძალიან დიდი იმედები მაქვს რომ არ მოვკვდები, რადგან hardcore-ია ეს. აი ეხლა ეს რომ მაგალითად survival ყოფილიყო რაღაც ეგეთი კიდე ვიტყოდი რომ რაღაცა ის იქნებოდა თქო easy peasy levels quiz-ი ხო და გადაწყვიტე რომ ეს ყველაფერი გამეერთულებინა და გადამეღო hardcore და ამ კატას აქ რა უნდა. ანუ ეს კატა კარგად არის თუ უცუდად არის, ანუ რატოა კატა? აქვე კიდევ ერთი სოფელია? თუ ვერ დავამოღა, მე კი იქით რაღაც განსხვავებული ხეები ვნახე, ანუ ჯუნგლები და კიდევ მინდა რომ ვიპოვო მეგობრებო Herobrine-ის ასე ვთქვათ გადამწვარი ტყე, თუ შემხვდება ძალიან გამიხარდება. არ ვიცი წინა ეპიზოდში ვნახე თუ არა, მაგრამ უბრალოდ აღარ მახსოვს ხო და იქნებ დღეს მაინც ვიპოვო, მგონი არ ვიპოვე და სიახლეები მხოლოდ დიდი არაფერი, მხოლოდ ტყეში დავდივარ და მაღალმთიან ტყეში დავდივარ და აქეთ გოგრები ვიპოვე.
და ეხლა ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა თუ რატომ ვიღებ აი ამ პამპკინებს. აი ამ პამპკინებს ვიღებ რომ მომავალში ჰერობრაინს რომ გადავურჩე, დაიმონდები კი არა და ანუ აირონ გოლემები რომ დავასპაუნო რა. ნუ რა თქმა უნდა დაიმონდებიც დამჭირდება რომ ძლიერი იარაღები და რაღაცები გავაკეთო, მაგრამ აი აბჯარი უნდა მეთქვა აბჯარს დავემზადებ დაიმონდებით მეთქი, მაგრამ უცებ ვიღაც პერსონაჟი გაჩნდა და გაჩნდა და გაქრა. ცოტა იყოს არ შემეშინდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად გაჩნდა და გაქრა, მეთქი უცებ ვინ არის. უბრალოდ არ შემემჩნია მეგობრებო, თორე რავი. იმედი მაქვს მალე ვიპოვი კაი ადგილს რომ დავსახლდე. მეგობრებო, რამე კაი ადგილს ვიპოვი და დაგიბრუნდებით. მოკლედ მეგობრებო, ვიპოვე რაღაც იდეალური ადგილი, იმიტომ რომ სოფელი ვიპოვე, წან აქ რომ მოვცურავდი ამ ტერიტორიაზე, დავინახე რომ სოფელი იყო და მე მგონი კარგი ადგილზეა და ეხლა რატომ ეს ბამბუკები ძალიან გამომადგება, იმედი მაქვს რომ ეგრევე ჰერობრაინი არ გამოჩნდება და კატა რომ დავინახე წეღანა, თავიდან ვერ მივხვდი რომ ეს კატა საიდან შეიძლებოდა რომ ყოფილიყო და მე მივხვდი რომ სოფლიდან იქნებოდა და მეთქი და კიდევაც ანუ არ ვიცოდი თუ იქნებოდა თუ არა სოფელი, ეგ ნამდვილად აღარ ვიცოდი, მაგრამ ბოლოს რაღაც განსხვავებული შენობა რომ შევამჩნიე, ანუ ხეებისგან განსხვავებით, მე მივხვდი რომ საშკარად სოფელი იქნება თქო და მართლაც სოფელი აღმოჩნდა და ეხლა ავიდეთ გავულუთოთ. ძალიან მაინტერესებს რა აქვთ ამ სოფელში. ანუ მაღალმთიანი სოფელია ერთადერთი ეგ ხო, ვიცი, მაგრამ აქ ამ სახლში დაინახება ნუ ეს ბარგალკა ხო. ბარგალკა დიდად არ მინდა, იმიტომ რომ მაქვს წინა სოფელში მოვიპოვე უფრო სწორედ და ტაიგას ტყე აღმოაჩინე მეგობრებო. აი ეს უკვე ნამდვილად გამიხარდა, ტაიგას ტყე ნამდვილად კარგია რა. საპლინგები მექნება და სახლს ავაშენებ უფრო მაგარს. შეიძლება ამ ვიდეოში დიდად სახლი არ აშენდეს და დაინახეთ, ვიღაც კაცი იყო, დასპაუნდა, ასკარად ჰერობრაინი იყო მეგობრებო, ხო? აი მე როგორ შემეშინდა? თვალი მოვკარი თუ არა, ეგრევე ჰერობრაინი რანაირად დასპაუნდა ხატაო. იმედია ეგრევე შეტევაზე არ წამოვა ეხლა. ჰერობრაინი მეორეთი დავინახე პირველად დავინახე ამ ვიდეოში და წინა ვიდეოშიც პირველად დავინახე ჰერობრაინი, ანუ რაღაც მაგრამ იდის საქმე. ხო და მანამდე საჭმელი უნდა ავიღო. აი, რაღაც ძალიან დიდი სოფელიც არ არის, ხო? თუ მარტო მე მარტო მაღლობზე, კაი, უნდა ჩავხვდე, სხვა გზა არ არის. ვაიმე. ვამსახში არაფერს საინტერესო არ არის, მე ვიცი, ძროხები ყავთ რაღაც ძალიან მაგრები და აირონები გავაზრე, რკინა. ვაიმე, ეს რა არის, ბიჭო? როგორ მივიდე ახლა რკინებამდე? არ მინდა რომ რაღაცამ გადამაგდოს. ვაიმე. ეგ არის ჩემი პირველი რკინა ჰერობრაინის სერიებში მეგობრებო. თან საკმაოდ ბევრი რკინაა. რა ხდება? მე აქ 4 რკინა ავიღე და ერთი ცალიატო მომცა. დაპნევით არ დამიცვივდა. ეს რა დაიმონდია თუ მეჩვენება? ის ყოფილა კოპერი. არა, აქ მე 4 რკინა ავიღე და 4-დან ძალიან ცოტა მომცა. 5 რკინა არა. აქ მე მეტი რკინა უნდა მქონოდა წესითა. ეგ გადავიდეთ და რა ხდება? თორჩი საიდან აქვს? ასე უცებ რატო დაღამდა მეგობრებო? ვაიმე? დაინახეთ მეგობრებო? მაგრამ ჰერობრაინმა დააღამა უნდა უსულიყო. ვაიმე, კარგი საქმე ნამდვილად არა. ой ზომბია. ზომბებს თავი ავარიდო. არა, აქ შევიდე. ვაიმე. ტიპი რანაირად მიყურებდა. დავიძინოთ, იმედია ჰერობრაინი არ გაჩნდება ჩემს წინ. ვაიმე, თორჩი ატომ აქ.
როტოა ღამე? მე გადავებით ხო? ამდენი თორჩი რაში მინდა? ვერ ვიძინებ. ხო, დამაძინეთ რა. ძლივს გათენდა. ამ სოფლიდანაც უნდა წავიდე, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ მომეწონა, ეგრევე ის იყო რა, ცუდ ადგილზეა, კი მთიანი ტერიტორია კარგია, მაგრამ რაღაცნაირი არის და მირჩევნია კარგ ადგილზე წავიდე და წეღან როგორი დასპაუნდა. მე გადავებით ხო? ან ეს წვიმა ასოცებს საიდანაა? აი ესე ვივლი კავაჩი და ყვა. მეორედ გაჩნდა კიდე ჰერობრაინი. მეორედ კი არა, მესამედ გაჩნდა უკვე. არა რა მეორედ, მე დავითვალე წანა მესამეთი გაჩნდა. ვაიმე. ჰერობრაინი კნავის ამას უნდა მოსულიყო თუ ჰერობრაინი არ იყოს. დროზე გავიქეცი. დროზე. ტიპი რანაირი გაჩნდა კიდევ მესამეთი რაღაც ძალიან გააქტიურდა ამ ვიდეოში და რა შეასაქმენეტა. როგორც ჩანს არ მოსწონს ჩემი განვითარება. კარგი. აუ როგორ მეძღება ასეთი ადგილები დროა რა. რაღაცნაირად თები უნდა გადახტე, გადმოხტე და ცოტა უაზრობაა რა. ხوازზე ხართ მეგობრებო. აი რაღაცნაირია რა. და იგიც არ ვიცი ამ ჰერობრაინის მოკლა შემიძლია თუ არა, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად ჩანს და რავი, იმედი მაქვს რომ სხვა საშინელი მონსტრები აღარ დასპაუნდებიან და მაღაროში მინდა ჩასვლა და ფიქრობ რომ პირველივე ჩასვლაზე იქნება დაიმონდები, არა, მაგრამ რკინის ტანსაცმელი მაინც რომ გავიკეთო დროებით, რომ სხვა მონსტრებისგან დაცულად რომ ვიგრძნო თავი და კიდევ მინდა რომ მალევე ავაშენო სახლი, რადგან არ მინდა რომ ძალიან შორსაც წავიდე. ერთი კარგ ადგილზე მინდა სოფელი იყოს და კაი ადგილზე მინდა რომ ავაშენო სახლი და მეთქი სოფელი გამოჩნდა თქო და რუინ პორტალი არის. ნუ ცუდი ადგილსაც დიდად არ აქვს. ცუდი ადგილი ნუ არაა ძალიან, მაგრამ აი მინდორია რა. მინდორიანი ადგილი რო მიყვარს. აი ეგ მიყვარს რომ მინდორი რომ არის. რადგან სილამაზეა რა. ხეები გვერდზე, სოფელი გვერდზე, მინდორი გვერდზე. ანუ კარგია და fire protection-ის ისმაცვია. გოლდები ძალიან ბევრი მაქვს უკვე და ეს მაისური აღარ მინდა. მაისურზე protection ერთი მაქვს. ამაში fire protection-ი მომეცი. რა ხდება ამ ვიდეოში მარტო მაისურებს პოულობ. წერაქვი რომ ხმის დავამტროდი AMF-ს და უკვე პრინციპში შემიძლია გავაკეთო ჰერობრაინის სპეციალური ტოტემი. ჩემი კაი, ეს რა იყო, ვერ დავამუღამე. კაი. ბევრი ლაპარაკის გარშე blast furnace-ი უცებ. ოხე არა მაქვს შენი რა. აუ ეხა ხეზე უნდა წავიდე იმ შიშორეზე. კიდე ჩერი ლოგებიც არის, ეგ კარგია. ახლა ვაპირებ რომ ერთი ცალი ხემოვჭრა. რადგან რკინები გამოწვა და სპეციალური ტოტემის გაკეთება შემიძლია, ერთი ცალის. ესეც ტოსიო. ერთი ხე გამანთავისუფლე და საინტერესოა ჰერობრაინი უკვე ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად გამოჩნდა და ეს რო დავდო უფრო აქტიურად გამოჩნდება და მოდი რატომაც არა, მე კონტენტი მაინტერესებს როგორი გამოვა და გათრა დამოვიწყდა ხეების მე გადავები ხო? კაი დაიგირე. დავიკიდოთ, არ გვინდა ესენი და აქეთ ცოტა გავიხედო სიტუაციას თუ როგორი ტერიტორიაა. საკამოდ კარგი ტერიტორია სახლის ასაშენებლად. უბრალოდ ხეები ცოტა შორს არის და ეგ არის ცუდი თორე. დანარჩენი რავი ყველაფერი მოუწონს, ადგილი უკვე კარგია, ნაპოვნი მაქვს. დარჟი აქეთ რუინ პორტალიც არის, იმიტომ რომ მე შეიძლება პორტალი გავაკეთო ნეზერის. მაგრამ ის კი არ ვიცი რა მოხდება ნეზერში. კიდე კაი ხე დამჩა აქ. ერთი ცალი. თორე კიდე ხეზე მისვლა მეზარებო და წერაქვი. ესე ორი ცალი წერაქვი დამჩა, გამოდი ბარ. ვაიმე. რაღაც ხმასავით იყო.
ავიღოთ ეს ყველაფერი. ავიღოთ. ნუ, ეს ხმალი უკვე აღარ მჭირდება ეს ქვის. აი ესე იქნება. ჯოხებიც აღარ მინდა, ქვის წერაქვს მაინც შევინახო ყოველ შემთხვევაში. და ან ეს საკრა ბლოკები ჩაუდო. აი ამის დახარჯვაც დიდად არ მინდა, მაგრამ კაი, მოდი გამოვიყენებ. რადგან ძალიან მაინტერესებს თუ ეს რა ქვია. აი, ორი ცალი გონი მეყოფა, მაინც ბევრი არაა საჭირო ესენი და აუ არ არის თვითეხავ. ეს ერთი ბლოკი უკვე ავიღე, ახლა მეორე ბლოკს რანაირად მივწვდე იქა. დამჭირდება მოდი ბლოკები და მაინც მომავდრო კიდე რა. მე მგონი რომ ყოველ გასვლა გამოსვლაზე ჰერობრაინი გაჩნდება, ასე მიგრძნობს გული იმ რაღაცას რომ სპეციალურ ტოტემს რომ გავაკეთებ ჰერობრაინის. და ეგ ნამდვილად არ არის კარგი შედეგი. ის ვინ არის? მოიცა. წეღანის რაღაც ცნობილი არსება, იქათა მიყოფილა, მეთქი რა არის. რასაკავს რა არსებაა თქო უნდა მეთქვა, მაგრამ აქ ვავალ იმედი მაქვს რომ ჰერობრაინი მაღლიდან მიყურებს, იმედი მაქვს არა. ეს YouTube-ის მესიჯები მოდის. აიმე. კაი, მე მგონი ყველა ის ნივთი მაქვს, რაც მე მჭირდება რეალურად რა და მოდი სადღაც ამ ტერიტორიაზე დავდებ, სადღაც ხო აი ამ ტერიტორიაზე. 1 2 ცოტა მუშრებით ასე ვიზამდა დროა გავაბრძოთ ჰერობრაინი, რადგან საერთოდ არ გამოჩენილა რაღაა და გამოჩნდა, მაგრამ ისე არ გამოჩნდა, რომ როგორც უნდა გამოჩენილიყო. და მე მგონი ჰერობრაინს არანაირი იარაღი არ უჭირავს, თუ არ ვცდები და იარაღი უნდა ეჭიროს თუ არა, ეგ არ ვიცი და შეიძლება რაც უფრო დღეები გავა თამაში, მით უფრო ეჭიროს ეს ისინი რა იარაღები და აი ახლა ამას რომ მეგობრებო რომ გავააქტიურო, თქვენი აზრით დაწერეთ კომენტარებში გაჩნდება თუ არა ჰერობრაინი. აბა ნუ როგორ ჩანს არ მოეწონა ეს სიტუაცია და არ გაჩნდა რომ გამჩნდარიყო გაგვახარებდა მაგრამ კაი გატყუოთ მეგობრებო არ გამიხარდებოდა და ეს ქანდაკება ესე უნდა იდგეს ჩვეულებრივად ერთი ცალი და გაუდგეთ გზას რამე საინტერესო ადგილს თუ იპოვეთ დაგიბრუნდებით მეგობრებო მე მგონი მეგობრებო ჯობია რომ პური დავამზადო იმიტომ რომ საერთოდ აღარ მაქვს საჭმელი და თუ საჭმელი არ გავაკეთე მოვკვდები შიმშილისგან ასე რომ შევინახოთ ახლა ეს ვითები ძალიან ბევრიც არ მინდა რომ დავხარჯო და ასე რამდენი პური გავამოვა ჯამში ეგეც არ ვიცი 27 цალი პური გამომივიდა უმშვენიერესი და წელან წინაზე მეგობრებო რა მაგრა შენ ვიხარ ბიჭო მეგობრებო აი ეს წითელ თვალიანი ვინ ჯანდაბა არსება არის დამიწერეთ კომენტარებში გიხვეწებით აი ეს ძალიან მაინტერესებს რა არსება იყო აი ტიპი ისეთი მომადგა უკენიდან რომ შემაშინა რასაც ქვია მეგობრებო და უნდა მეთქვა კიდე რომ ის არა ქვია ჰერობრაინზე რაღაც უნდა მეთქვა და მოვიწყდა მოკლედ გამახსენდება და მე გეტყვით მეგობრებო და აღარ ვიპოვე ნორმალური ადგილი რა მოკლედ მეგობრებო ბევრი სიარულის შემდეგ ვიპოვე ასეთი ადგილი ცუდი ადგილი ნამდვილად არ არის აქეთ ჩერის ბიომი მაქვს და არ არის გონი ცუდი ადგილი იმიტომ რომ პროსტა ხეები არ არის და მინდორი რომ ეგ მიხარია და ხო ასურით ჩემია მაღარო გავაზრე საკმაოდ დიდი აი როგორც აქ ხედავთ ახლა მეგობრებო თქვენ საკმაოდ დიდი მაღარო ჩანს საკმაოდ და აქ ჩავალ რავი როდის ჩავიდე ახლა ჩავიდე ნეტა რო ჯერ მოდი გადავხედო სიტუაციას მე მივასება ხოლმე რომ გარშემო კიდევ გავიხედები თუ რაიმე კარგი ადგილი არის თუ არა და დავსახლდები იმ ადგილზე ასე რომ ბევრი ლაპარაკის გარეშე უკვე დავსახლდები აი ამ ადგილზე ნუ ფაქტობრივად უკვე ვცხოვრობ აი ახლა იქით ვაშინებ სახლს უცებ მე ვაიმე ვაუ ბიჭო გებიცები ეს მოდი გამაფრენინებს იმენა მე
ჩემი კაი ტიპი როგორი დასპაუნდა ეს იმენა ვინ არის კაცმა არ იცის რა ეგ ამ პერსონაჟის სახელიც დამეწერეთ კომენტარებში და ნუ მოკლედ მეგობრებო აი აქეთ მინდა დავსახლდე აი ამ ხეებთან თორე სხვანაირად არ გამოვა საქმე რა იმდენად მეშინია უკვე რომ ასე მგონია რომ რაღაც საშინელებები კიდევ უფრო მოხდება უფრო საშინელებები და აქეთ მეგობრები მეყოლებიან ფუტკრები მეყოლება ეს კარგია და მოდი ამ ტერიტორიაზე ავაშენებ სახლს აქვე ავიშენებ სახლს შორსაც არ წავალ იმიტომ რომ ეს რა არის ესე დავალაგოთ ეს საჭირო ნივთები რაც გამომადგება შემდეგში და რა ქვია ხო ეს ფურნეისი არასწორად დავდგი მაგრამ არა უშავს აჰა იყოს ესე როგორც არის და უკვე მჭირდება ხეები რომ მოჭრა ძალიანაც არ მინდა ეს ხეები მოჭრა იმიტომ რომ აქ კიდეს გაყოფილა კაია მოდი აქედან მოჭრი ხეს და მეგობრებო როგორც განახეთ წეგან მაღარო რომ განახეთ რა ძალიან ღრმა რო იყო აი მაგ მაღაროში უნდა ჩავიდე შემდეგ ეპიზოდში დღევანდელ ეპიზოდში სახლს ავაშენებ და ამ ხეებს რომ მოვიმარაგებ მეგობრებო დაგიბრუნდებით ეს წესე მეგობრებო მოიპოვე უკვე მასალები და ნელა დავწყებ სახლის აშენებას ხო და მანამდე მინდა რომ გავიკეთო რა ქვია იმას ეს რა ქვია ხო შოველი ანუ ნიჩაბი ასე რომ ვთქვათ რა და მინდა რომ ეს გავაკეთო იატაკი სახლისთვის ქობლსტოუნებით ვაპირებ რომ გავაკეთო 5 1 2 3 4 5 რა მამრის ყივილის ხმა იყო ეს გონი ჰერობრაინშია ნამდვილად არ ვიცი საიდან და რისგან არის ეგ ხმა და მანამდე აი ამ მიწებს ავიღებ და ავაშენოთ ეს სახლი და სხვადასხვას მინდა მეთქვა რომ ჰერობრაინი ძალიან აქტიურობდა უკვე აქტიურობს აი ამ ვიდეოში ანუ ერთი სამჯერ გამოჩნდა ჰერობრაინი ზედიზედ და ეს უკვე საკმაოდ გასერიოზულდა ასე რომ ვთქვათ ჰერობრაინი ხო და მე მგონი შემდეგ ეპიზოდებში კიდევ უფრო გასერიოზულდება ანუ უფრო სწორედ სერიოზული გახდება ხო და უკვე მეოთხე დღეზე ვარ და ჰერობრაინი მე მგონი ამ დღეების მიხედვით რაც უფრო მეტად დღეს გავდივარ ანუ მით უფრო ძლიერდება და ეგ კარგი შედეგი ნამდვილად არაა და კიდევ მინდა რომ მაღაროში როდესაც ჩავალ ვიპოვო გოლდები კიდევ ბევრი გოლდი ნუ აქ 17 წელი გოლდი მაქვს მაგრამ ეს არ მეყოფა იმიტომ რომ ბევრი მინდა რადგან კიდევ ერთი სპეციალური ტოტემი არსებობს მაგისი და კარგია რა თუ მეტას გავაკეთებ უფრო უკეთესია და რატომ ვაკეთებ მეტას იმიტომ რომ საინანაც მთავარი დასასპაუნებელი ის როა რა პორტალი აი მაკედონ უნდა დასპაუნდეს ჰერობრაინი და თუ გამომივა ვნახოთ ამ ეპიზოდში ამ ეპიზოდში მხოლოდ სახლს ვაშენებ და ეს ვიდეო ავიყვანოთ მეგობრებო 50 ლაიქზე წინა ვიდეო არავიდა 100 ლაიქზე მაგრამ ძალიან მოწინა ამის გამო მეგობრებო როგორ უნდა დაალაიქოს და გამოიწოდოთ არხივა იმ რას ვთქვათ ვარ კაცი ჩემი კაი რა აი მე ესეთი რაღაცა მეგობრებო აი პროსტა ძალიან შემეშინდა და ხო აქეთ სახლს ვაშენებდი და მასალები დამაკლდა ხო და მოიპოვებ კიდევ უცებ წამებში ხო ეს აქ პოულობ ქვებს აქედან ვიღებ რომ იატაკი გავაკეთო და დამეწერეთ კომენტარებში კიდევ მეგობრებო თუ რა გინდათ რომ შემდეგში გავაკეთო აი მაგალითად ფერმები ავაშენო თუ მაღაროში ჩავიდე შემდეგ ეპიზოდში ეგ მირჩიეთ რომელიმე თქვენთაგანმა ხო და აი უბრალოდ იმდენად შემეშინდა აქამდე რომ ჰერობრაინი ძალიან ხშირად გამოჩნდა და კიდე სხვა არსებები და ნუ ამდენი ქვაც არ ამჭირდება და რავი არა უშავს ჩავიდეთ დაბლა და გავაკეთოთ იატაკი უბრალოდ დავამთავროთ ცოტა დიდი სახლი მინდა რომ გავაკეთო დიდი სახლი და ამავდროულად ძალიან ლამაზი სახლი 1 2 3 4 5 6 და აი ეს პერსონაჟი უკვე ვინ არის რას წარმოადგენს რა ანჯანდება დამეწერეთ კომენტარებში რანაირად შემაშინა მაგრამ კარგი ყურადღება მოდი არ მივაქციოთ მეგობრებო იმიტომ რომ რაღაცნაირი ის არის რა ტიპია ცოტა მაიმუნი ტიპია რა და
აქ უფრო ზედ აქ არ უნდა დამედო ეს ხის მასალა და ავაშენოთ სახლი 1 2 3 და მე-4 ეს საკმარისია ეს 1 2 3 4 ძალიან დიდი სახლიც არ უნდა ავაშენო რაიმე პატარა და საყვარელი სახლი მინდა 1 2 3 4 და აქაც იგივენერად ესე 1 2 3 და მე-4 შვენიერია ახლა მეგობრებო კედელს გავაკეთებ სახლისას ეს ყვავილები უნდა ავიღო აქედან თორე ბლოკს ვეღარ ვდგა ვაიმე ეს რა არის ძალიან ბევრია და მგონი უკვე დაღამდა და დავიძინოთ რადგან ან ესე დავდებ ლოგინს რადგან ჰერობრაინი ჯერ აღარ გამოჩენილა და საინტერესოა რა ჩალიჩობს ალბათ ჯარს აგროვებს ჩემთვის რომ შემდეგზე გამანადგუროს ნუ არ ვიცი მაგრამ კაი მოდი ეს ისე 64 დავხადე და ძალიან რა პერსონაჟი დასპაუნდა არ ვიცი კედრი მანუ იატაკიდან ამოვიდა რაღაცა სტივის მაგვარი პერსონაჟია და არ ვიცი რა ერქვა просто არ ვიცი ასეთი მოდები რა ჩაუყარე იმიტომ რომ ვიცი რომ ჰერობრაინი და რამოდენიმე პერსონაჟი არსებობდა და თამაში როგორც გავიგე და თუმე მილიარდი მონსტრი არსებობს და რავი ეგ კარგი შედეგი არ არის მაგრამ ვიდეოსთვის კაი შედეგია ხო და ხო და გაგიკვირდება თუ რატომ ვაკეთებ აი ამ ბარბის სახლს რადგან აქ ახლო არ არის სხვა ხეები და აქ არის და მეზარება ხომ იმისროლა და ამიჩვენია აქედან ესე ავაშენო სახლი სულ მოვიწყდება რომ ყვავილები უნდა ავიღო და მე იმას აქვნა ავაშენო ღორო შენ იქნები ჩემი მეგობარი ამ სერიებში თორე არ ვიცი სხვა ვინ მოვიყვანო ეგეც კი არ ვიცი ჰერობრაინი ანადგურებს თუ არა აი ამ საყვარელ შინაურ ცხოველებს ასე რომ თქვა და იმედი მაქვს რომ არ ანადგურებს თორე მეწყინება მაგარი ჰერობრაინისგან და ეგეც არ ვიცი რომ ჰერობრაინის დამეგობრება შეიძლება თუ არა მეგობრებო დამეწერეთ კომენტარებში რომ მაგალითად ჰერობრაინს რომ ვეძმა კაცო ვემეგობრო არანაირი რაღაცები რო არ გამიკეთოს და ასე შემდეგ აი ეგეთი რამე თუ არსებობს ოღონდ მართლა მეგობრებო დამეწერეთ კომენტარებში თუ არა და არა უშავს გადაურჩები რამენაირად ჰერობრაინს უკვე ეს ავაგე ახლა ფანჯერებზე უნდა წავიდე ფანჯერებზე კი არა და ხე დამაკლდა ხეს ისევ მოვჭრი და მოვჭრი თუ არა ხეს დაგიმრუდებით მეგობრებო ავაგროვე მეგობრებო ხეები და მივალ და პარემ დავამთავრებ აი ამ სახლს აი მე დიდი იმედი მაქვს რომ კიდე რაიმე საშინელებები არ მოხდება ჯერჯერობით დამაცავდა სახლის საშინება წეგან იატაკში რომ მოვიდა ვიღაც პერსონაჟის მაგრაში მაშინა და იმედია აღარ ამოვა და აქ ასეთ იმას გავაკეთებ ასეთ კარებს რომ შემდეგში იმას აქვნა და всё აქ ქვა უნდა ჩამედო მეც რა მაგარი ვარ იმენა ქვა უნდა ჩამედო ხო და всё აი სახლი ავაშენე ახლა რა შეიძლება გავაკეთო ლამაზად კი გამოიყურება სხვადასხვის თუ არა აუ რაღაცნაირი სახლი კი გამოვიდა მაგრამ აი ეს რომ დავდო უფრო ცუდი უფრო მახინჯი გამოვიდა ერთი ბლოკით მოზრდილა უნდა გამეკეთებინა აქეთ ამ ხარესა და კარგი იქნებოდა სხვადასხვის კაი აქ ასე ვიზამ ასეთ რაღაცას ვიზამ აქ იმედია აქ მაინც იქნება სწორი არა მგონია აქაც რომ სწორი იყოს მაგრამ ორ კადებიანი რომ გავაკეთო მგონი ცუდი არ იქნება იყოს ორ კადებიანი რა უჭირს პრობლემა კი არა ასე უფრო ლამაზი სახლი გამომივიდა და ახლა კარები უნდა ჩავსვა ეს საკმაოდ საყვარელი კარებია მაგრამ რატო ვერ ავიღე ეს ბევრი ინვენტარი უკვე სავსი მაქვს და არა უშავს მოგვიანებით დავცლი და უკვე კაია ჰერობრაინი ჯერ აღარ ჩანს შვენიერად იხურება და იკეტება და
და ეს ახლა გავაკეთებ იმას, რა ქვია, ყუთს, სადაც ჩავალაგებ ნივთებს, მაგრამ ვერ ვალაგებ. ამ კარებს დროებით ამ კარებს გადავაგდებ. აუ. აჰა. აი ახლა ჩავალაგებ სხვადასხვა ნივთებს. იმედი მაქვს თუ ჰერობრაინი არ მომპარავს აი ამ ნივთებს, თორე გაუბრაზდები ოღონდ მართლა. წინა ვიდეოში მოვიპოვე ესენი. საკმაოდ ბევრი რაღაც მოვიპოვე, სხვათა შორის მინდა ვთქვა. და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი რაღაც მოვიპოვე. და ახლა სახურავის გავაკეთებ რა. მეგონა მეთქვა, დავიბენი უცებ, იმიტომ ასე მგონია, სადმე საინაღაც ჰერობრაინი გამოჩნდება თქო და მაგის გამო უკვე მეშინია და ვეღარ ვაკეთებ რა. ცოტ რო არ გამიგოთ მეგობრებო და ეს რა ქვია, მე ყოფა ეს ხეები ნეტა? არა მგონია დიდად რომ მეყოს, მაგრამ ფანჯერებზე საიდან შუშა საიდან მოვიტანო ძალიან საინტერესოა, ანუ მინა. ნუ მაგას შემდეგ ეპიზოდში ვიზა, მაგრამ მაგის პრობლემაც არ არის დიდად. არა, ჯერ ეს ბლოკით არა, ჯერ აიქ უნდა დაუდო. 1 2 3 4 5 6 7 8 ხოროსალია 1 2 3 4 5 6 7 8 ზუსტად 8 არის სწორი გამიკეთებია და აქაც დაუდებ ხა 1 2 3 4 5 6 7 8 მეცა 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10 არა 9 წელი არის არა უშავს შენ თავარიან კარგი სახლი გამომივიდეს და რა მნიშვნელობა აქვს 9 იქნება თუ 10 მეგობრებო ამ პულს შევჭამ და დამთავრებ სახურავის შენებას და დაგიბრუნდებით დიდი წვალების შემდეგ დავამთავრე სახლის აშენება ხო და აი იმენა ძალიან დავეღალე წესიერად ვეღარ ვლაპარაკობ და აი ასეთი სახლი გამომივიდა მთლიანობაში ნუ ფანჯრები ვერ ვიპოვე და ფანჯრებს ვიპოვე შემდეგ ვიდეოში და მანამდე გარეგნულად ასეთი სახლი გამომივიდა. ნახეთ როგორი სახლია. მშვენიერი კოხტა სახლი ჩავდგი. ასე გამოიყურება გარედან, ხო და ესე. ვაიმე. რაღაც იცინის. ხო და ასე გამოიყურება შიგნიდან მეგობრებო. ძალიან ლამაზია მე მგონი დამეთანხმებით, ხო და მოდი მანამდე აი ამ ნივთებს შევიტან სახლში, შევალაგებ უფრო სწორედ. აი ამ ფურნეისებს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს სკელეტონი უნდა მოვკლა. ძალიან ტვინს ჭამს. ძვლები დამიგდო სხვათა შორის და ეს გონი გამომადგება, იმიტომ რომ შემდეგზე შეიძლება ზაღლი მოუშინაურო და რატომაცა რა, კაია. და ახლა ლოგინს დავდებ სადა აი ამ ტერიტორიაზე ლოგინი იდება აი აქეთ იდება ნუ ამ ადგილზე იდება უკვე ფურნეისები ხეთ ასე და crafting table ერთი ცალი მომეცით აი ესე იდება ერთი ცალი crafting table და პარეღა კიდევ ერთ ყუთს დავიკრაფტავ რადგან ერთი ცალი არაა საკმარისი სად დავდო? მე ვფიქრობ, რომ აი ამ ადგილზე კარგი იქნება. ამ ადგილზე მხოლოდ ჩალაგდება ასეთი ხის მასალები. მოდი კიდევ ერთ სალიზე გავაკეთო ეს ყუთი, რადგან ვფიქრობ, რომ ბევრი ყუთები უფრო კარგი იქნება მეგობრებო და ვაიმე. მეთქი goatman-ი მოვიდა. წადი შენი, ისეთი ხმა იყო და აი ესე აქ იქნება მხოლოდ ხის მასალა და მსგავსი რაღაც ნუ არა მარტო ხის მასალა არამედ ქვასაც ჩავდებ და ქვებსაც ჩავდებ და ძვლებსაც ანუ სხვა ნივთებს ჩავალაგებ და მანამდე ხო ახლა აქედან ამოვალაგო უკვე სხვადასხვანაირი მატერიალები წინა ეპიზოდში სხვადასხვა ძალიან ბევრი კარგი რაღაც მოვიპოვე და 36 წელი ზვალი მოვიპოვე პრინციპში კიდევაც მქონდა, მაგრამ მე მაინც დავამატე კიდევ ძვალი სკელეტონი რომ მოვკალი. და მოდი მანამდე ვაპირებ რომ აი ეს ბამბუკები დავთესო აი ამ ადგილზე ბამბუკები. ეს 1 ეს 2 3 ბამბუკები დავამატებ ხოლმე შემდეგში და ამ ეს რაღაცა
ვაიმე ბიჭო ეს ვინ არის ეს არსება გეფიცები რა პირველად გამოჩნდა მაგრამ ისე შემაშინა მეთქი ვინ მორბის ორე და დამფუძლებს ხარ ჰერობრაინ Здорово. ვაიმე ბიჭო ჰერობრაინი ძალიან აქტიურია ჰერობრაინი ამ ბოლო დროს მეგობრებო მართლა ოღონდ ვაიმე არა გემუდარები არა ხო არა აი მოდი მანამდე ამ ბამუკებს დავთესავ კაცო დამაცადეთ რა ჩემი საქმეს გეკეთება ხო შეიძლება გაიზრდება მოსავალი მექნება ანუ ესეთ ცალი ყვავილი დიდად არ გამომადგება და აი აქ დავთესა საყოველად იყოს და არ დაგასტიან რაღაც ნივთები რო ჩაალაგო ბიჭო ხო აი აქ იქნება მოკლედ საჭმელების ვაიმე ენდერმენია მეგონია რომ რაღაც მოსტრია კაი აქ ჩაალაგდება მოკლედ საჭმელები ესეთი რაღაცები ბევრ რაღაცებს აღარ ჩავალაგებ ვაიმე რა ხდება ბიჭო ეხლა ამით რო რაღაცა შინელებებია კიდე შუგერქეინები და ეს თესლები და ემერალდსაც აქ ჩავალაგებ არა ემერალდებს სხვაგან ჩავალაგებ კაი აქ ჩავალაგებ უკვე ხეებისთან ერთად ხო ეს თამაშა სტონ კათერი თუ რაღაც ქვია და ხო ამ დაიმონდებს შევინახავ ემერალდები ოქრო ეს ენჩანტი ეს armor stream-ია თუ რაც არის მოკლედ და ძლები flint and steel არ დამჭირდება ეს string-ებიც არ დამჭირდება ამ ბლოკები მაინც ყოველ შემთხვევაში თავგადარჩენისთვის მქონდეს ეს ბლოკებიც ჩავალაგოთ და მე მგონი всё მე მგონი მორჩა ხო ის მჭირდება რა ქვია განათებები მინდა სახში არა მაქვს და თუ მაგაროს ჩავარდა არკინებს მოვიტან უფრო მაგარ განათებებს გავაკეთებ შემდეგში მანამდე მინდა რომ არა ერთი განათება აქ ეყოფა სახში და მეორე განათება მოკლედ ამერიდან ჰერობრაინს დავარქმევ ბრაიანს მე მგონი ბრაიანი ძალიან კარგი სახელია ჰერობრაინის მაგირად რომ დაუძახო და შვენიერია მოკლედ აქედან დაგემშვიდობებით მეგობრებო აი იმედი მაქვს მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო და თუ ასე არის აუცილებლად დალაიქეთ და კომენტარით გამოიწერეთ ჩემი არხი ვისაც არ გაქვთ ჯერ კიდევ გამოწერილი და ავიყვანოთ ეს ვიდეო 50 ლაიქზე და რაც უფრო 50 ლაიქზე მით უფრო მალე გადავიღებ შემდეგ ეპიზოდს თუ არავა არაუშავს მაინც გადავიღებ შემდეგ ეპიზოდებს იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მაინკრაფტი და ჰერობრაინი და ჰერობრაინის მონსტრები და ასე შემდეგ ხო და კარგად იყავით მეგობრებო იმედი მაქვს რომ ისიამოვნეთ შეგეშინდათ ჩემსავით და ბოლოს ბედნიერები იქნებით მეგობრებო რავი მე მაგალითად ძალიან შევეშინდა და ვაიმე ეს რა იყო მეგობრებო ვიღაც ჩემს სახლში მორბოდა ხო აიმის გამო მეგობრებო და ლაიქეთ ოღონდ მართლა მოკლედ მეგობრებო უბრალოდ აღარ ვიცი რა ვთქვა ანუ ვიდეოს დამთავრება მინდა და ამ შემთხვევაში კიდევ ჩნდებიან რაღაც განსხვავებულები და უცნაური მონსტრები და რავი მეგობრებო ნაბა კარგად იყავით ნახვამდის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში peace